3 წლის წინ მისი ცხოვრება იყო სრულიად სხვანაირი. ოკეი, 18 წლის ვიყავ პირველად რომ გავსინჯე ინტრავენური ნარკოტიკი. რას გივსებდა ნარკოტიკი? მამა გვერდით არ იყო ბავშვობაში. დღეში 10ჯერ, 12ჯერ ვიხმარდი. ძალიან დიდი დოზის ქვეშ გადმოვხდი დაახლოებით 2.5 სართულიდან. საავადმყოფოში როდესაც მე მიყვანეს, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მე თვითონ. ნარკოზი ვერ გამიგეთეს. მამა ჩამაკვდა საკუთარი ხელში. ჩაგაკვდა? ხო, ფსიქიატრიულში წამიყვანეს. იქ მომედი აზრზე და მის გასვენებაში არ ყოფილვარ. ციხეში დედის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერი დამიწერა, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ქონდა. მიყვარდა ერთი გოგო. და გრძნობდი რომ ადამიანებს თუდად ექცეოდი იმ შემთხვევაში. ამითი რომ ცხოვრობ, მე უკვე ადამიანებს როდკენ ეგ შემთხვევით აღარ რატო როგორ გამექცა ესე სადავეები ხელიდან რა. იმდენად გიმნეული იყო ჩემთვის რომ ჩემ თავს ესეთი ზიანი მივაყენ. იმდეს ვწიროდი დილით რომ ვიუძები სველი იყო ხოლმე ფალიში. ყველაფერი ნაცდელი მქონდა ეს ცხოვრება, ლიმონი მქონდა გამოწურული. ჩაძირული ხარ და უკან მოსაბრუნებელი გზა ფაქტობრივად შენს ხელთ აღარ არის. და ახლა მომაითხო, რომ შენ თავს კითხვა დაურსო. სათხარ ამ ყველაფერისთვის, რომ მე დედამიწაზე ჯოჯოხეთი გაიარო. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენ ვიმყოფებით პოდკასტ არეაში და სანამ ჩემს დღევანდელ სტუმარს წარმოგიდგენთ, მინდა გთხოვოთ, რომ გახდეთ ჩვენი არხის გამომწერი. შეიძლება თქვენ ხშირად უბრუნდებით ჩვენს პოდკასტებს, მაგრამ არ შეგიმჩნევიათ, რომ არ ხართ არხის გამომწერი. არადა ეს ძალიან გვეხმარება განვითარებაში და ზრდაში. ამიტომ თუ მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი. შეძლებს დაგვარეთ ჩვენ ვეცდებით რომ თქვენი ყველა უკავშირი, თქვენი ყველა თხოვნა გავითვალისწინოთ და ვეცადოთ რომ ყოველი ახალი ეპიზოდი იყოს კიდევ უფრო საინტერესო. სწორედ ასეთი უკავშირი გავითვალისწინე ჩემს დღევანდელ სტუმართან, მალხაზ თევსაძესთან დაკავშირებით, რომელზეც მომწერა მაყურებელმა სალომე, ეს ბიჭი არის ძალიან საინტერესო, მას ძალიან საინტერესო გზა აქვს გამოვლილი და ბევრი აქვს მოსაყოლიო. და ძალიან გამომეხმაურა ეს მესიჯი და ეგრევე მივწერე მალხაზს. მალხაზი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ ქსელში, თუმცა იქ არ არის ძალიან აქტიური, მე მაინც დავურთავ მის სოციალურ გვერდს. ის არის დაკავებული თავისი საქმით, არის ფსიქოთერაპიაში ჩართული, სწავლობს ფსიქოთერაპიას, არის პერსონალური ტრენერი, თუმცა სულ რაღაც 3 წლის წინ მისი ცხოვრება იყო სრულიად სხვანაირი. ის იყო ინტრავენურ და სხვადასხვა ნარკოტიკზე დამოკიდებული. ის ციხეშიც იჯდა და მოხდილი აქვს ასჯელი, 4ჯერ გადაურჩა სიკვდილს და დღეს სრული მეტამორფოზის შემდეგ ის არის ჩემი სტუმარი და მადლიერი ვარ მალხაზ, რომ დღეს შენ მოგვიყვები შენს ისტორიას და ვიცი რომ შენ იქნები ძალიან გულახდილი, იმიტომ რომ გეტყობოდა ეს ჩვენი გასაუბრებისას. მოგესალმებით. კი, ღია ვარ და შემიძლია ვისაუბრო მთლიანად ჩემს ისტორიაზე, იქნებ ვინმეს დაეხმაროს. დარწმუნებული ვარ დაეხმარება და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. აი ამ გადმოსახედიდან შენი აზრით, რატომ მოხდა შენ ცხოვრებაში ისე, რომ გასინჯე პირველად ნარკოტიკი და მერე გახდი დამოკიდებული? ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. აი არ მინდოდა კომუნიკაცია, ძირითადად თავს ვარიდებდი. მიუხედავად იმისა, რომ შემხედავდი ესე რაღაც თუ ვიღიმოდი და რაღაც, ამის უკან ჩემში იყო ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, სირცხვილის განცდა, თავდაუჯერებლობა, ღელვა, შფოთი. სირცხვილი რისი? აი სირცხვილის განცდა, როგორც თითქოს არ ვარ საკმარისი სოციუმში. თითქოს რაღაც მაკლია. ეს ყველაფერი იყო ალბათ იქიდან განპირობებული, რომ მარტო დედამ გამზარდა. ესე რომ ვთქვათ, მამა გვერდით არ იყო და ის მამის ხარდაჭერა ჩემთვის არ ყოფილა. წესიერად მამა გავიცანი, ესე რომ ვთქვათ, 17 სასახლეში რუსეთიდან დაბრუნდა. მერე შემოვიდა უკვე ჩემს ცხოვრებაში ესე აქტიურად, იქამდე არ ყოფილა. მთელი ბავშვობა ეხა რო ვიხსენებ, სულ ლოცულობდი და ვევედრებოდი ღმერთს იმას, რომ მამა ამყოფე ღმერთო კარგად თქო რა. რომ არ ვიცოდი, ანუ ფანტაზირებდი როგორი იყო, რას აკეთებდა იქ რუსეთში უჩემოდ, მენატრებოდა სულ და ამ მონატრების განცდას გავურბოდი, უარყოფდი.
ხო და ნუ ძალიან დიდი რომ ხო, ნუ ემოციური დანაკლისები იყო ჩემში, ემოციური დანაკლისები, დისბალანსი, რაც ნარკოტიკმა შემივსო. რითი დაიწყე? თითქოს რომ დავლევდი დასაწყისში ალკოჰოლი იყო და მარიხუანა. რომ დავლევდი და მოვწევდი, თითქოს ჰომეოსტაზში შედიოდა ჩემი ორგანიზმი, მშვიდდებოდი, წნარდებოდი და ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდებოდა. კი, პრობლემები, ეს ტკივილი, მარტოობის განცდა, თავდაუჯერებლობა და ხო, ხსნა იყო რა ჩემთვის. და იდეაში ჩემთვის მარტო არა, ყველა ადამიანისთვის ნარკოტიკული საშუალება, ესე რომ ჩავყვეთ სიღრმისეულად და ფსიქოთერაპიულად რო შევხედოთ, არის ხსნა და თვითგადარჩენის მექანიზმი. ხო. შენ რამდენი წლის იყავი რომ დაიწყე? დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როდესაც ალკოჰოლი დავიწყე. 14 წლის ასაკში გავსინჯე მარიხუანა. მარიხუანა იმდენად მომეწონა, ესე რომ ვთქვათ, რომ რამდენჯერაც ჩამივარდებოდა ხელში, უარს არასოდეს ვამბობდი. ხო, უარს არასოდეს ვამბობდი. და მე ნელ-ნელა დამძიმდა ეს ნარკოტიკი. ნელ-ნელა დამძიმდა. 18 წლის ვიყავ პირველად რომ გავსინჯე ინტრავენური ნარკოტიკი. რაც სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მომეწონა. ვაბრალებ იმას, რომ ან ცოტა იყო, ან რაღაც ისეთი ვერ იყო, ალბათ რა არ ვიცი. რო ვიფანტაზირო რა აზრი აქვს. პირველი 2 წელი ესე სისტემატიური სახე არ ქონია. არა. ვინმე გაგასინჯა? ხო, მეგობართან სახლში უფროს მეგობარს ჩამოუტანეს საზღვარგარეთიდან და და იმ 2 წლის მერე რა მოხდა, რა შეიცვალა, რატო გახდი დამოკიდებული ინტრავენურზე? სხვა ნივთიერება გავსინჯე ისეთი, რომელმაც ხო, ესე რომ ვთქვათ, დიდი ემოცია შემოიტანა ჩემში, ეიფორია, რაზეც მე უკვე უარი ვერ ვთქვი. თურმე აი ეს არის ის, რაც ჭირდება. ეს ჰეროინს გულისხმობ? კი. და აი ყოველ დღე დღეში იყო მომენტები 10 ჯერ, 12 ჯერ ვიხმარდი. კი. ნემსით, კი ბატონო. ეგ არის უბრალოდ ის განაპირობებული ამდენი შრამი რომ აქვს ხელზე. ეს არის 20 წლის 14 ეგეთი შრამი მაქვს ხელზე. 14 შრამი? დღეში 12 ჯერ მოიხმარდი. ანუ ფხიზელი ფაქტობრივად არ ყოფილხარ? არა. რას ფხიზელი რას ძახით? 20 წლიდან 26 წლში ჩათვლით იყო სისტემატიური სახე რაც ქონდა. ეხლა რას განიცდი ამას რომ? იმდენად ბევრჯერ განვიცადე ეგ განცდები ამის მოყოლიდან გამოწვეული აღარაფერს ისეც არ განვიცდი რა. მიხარია პირიქით ამაზე რომ საუბრობ ეხლა, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს დაეხმაროს ეს. და ძალიან დიდი. მე მგონი შენს გჭირდება. აი თვითონ ადამიანს სჭირდება რომ დაინახოს რა შეძლო. რა თქმა უნდა, ეგეც საჭიროა რომ გვახსოვდეს საიდან მოვდივართ. ყველაზე მეტად რამაც შეიძლება ჩემში ეს ტკივილი გამოიწვიოს რომ ვიხსენებ არის ის რომ დედას ძალიან ვკენდი ჩემი ამ ქცევით და ჩემი ამ ქმედებით რა. არ დაუმსახურებია მას ის რომ ეს ყველაფერი დაენახა და ეყურებია. მით უმეტეს, როდესაც თავადაც შვიდი ცხოვრება არ ქონდა რა, ანუ მეუღლე გვერდით არ ყავდა, სულ მონატრებაში, ანუ ენატრებოდა სულ თავის მეუღლე და 2 შვილს, ესე რომ ვთქვათ, ბიჭებს მე და ჩემი ძმას გზრდიდა. შენი ძმა? 22 წლისა ეხა. ხო. ფხიზელია. კი, ფხიზელი არის. არასდროს მოუღო. არასოდეს, ანუ მაგ ადამიანში ესე დაილექა ჩემი ეს გამოცდილება რომ უყურა, რასაც ვაკეთებ და როგორაც ცხოვრობდი, რომ ანუ ხედავდა ინტერესის საგანის არა მისთვის სწორედ რაღაცა. ო, ესე იგი შენზე რამდენი წლის 7 წლის პატარა ძმა ხედავდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. და შენ საერთოდ ვერ ხვდებოდი რა? არა. რა დღეში აგდებდი ოჯახ? ხო, მაგას ადამიანი მაგ დროს თვალით ხედავს, მაგრამ უარყოფს მაგ ყველაფერს და არ იღებს ბოლომდე. რომ ეგ განცდა მე რომ ჩემში გავატარო, რასაც მე ჩავდივარ ამ ადამიანების მიმართ და ბოლომდე რომ განვიცადო, მაშინ მე პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რომ რაღაც შევცვალო. და მე მაშინ პასუხისმგებლობის აღება არ შემიძლია. იმიტომ რომ მე თვითმკვლელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ჩემი თავის ქმედებით. ესეთ ნივთიერებებს ესეთი სიხშირით მომიხმარ. და სამეგობრო როგორ იყავდა?
მ, ინტერესის სფერო თითქმის ეგ იყო რა, რომ რაღაცით ასე ვთქვათ, გავქცეოდით ჩვენს ემოციურ მდგომარეობას, რეალობას. აი ცხოვრებაში რაც შეიძლება ახალგაზრდას აინტერესებდეს, მაგალითად სწავლა, რაღაც საყვარელი, საქმე, ურთიერთობები, რომანტიკა, აი ეს ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში საერთოდ არ იყო სამეგობროში? კი, იყო რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სამსახურიც მქონდა, მჰმ. კი, შეყვარებულიც მყავდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო მეორე ხარისხოვანი. პირველ ადგილს მაინც თრობა იკავებდა და ეს იყო ჩემი ფსიქიკისთვის პირველადი, ასე ვთქვათ, რომ ჯერ უნდა თქოს თავი შემექცია, ასე ვთქვათ და შემდგომ უკვე მეფიქრა იდეაში პირველ რიგში რაც უნდა მეფიქრა იმაზე რა. და დღევანდელი გადმოსახედიდან რაში გიშლიდა ეს ხელს? აი რა როგორია ასეთი ადამიანის ყოველდღიურობა შეგიძლია გახსნა? ტანჯვა. ტანჯვა არის მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ შენ თავს არ ეკუთვნ. დილით იღვიძებ, გაქვს ტკივილები და ამ ტკივილების, ესე ვთქვათ, გადაფარვით ხარ დაკავებული მთელი დღის მანძილზე, ნებისმიერ ხერხს მიმართავ, ნებისმიერ საშუალებას იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, გაიქცი ამ ყველაფერს. და შენთვის ახლა ამ დღევანდელი დღიდან ის ძალიან შორეული წარსულია, ახლა რასაც ყვები? შორეული წარსული არ არის. არ არის. არა, შორეული წარსული არ არის. აქვე არის, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი უკან რომ მოვიხედავ, მაგრამ დღევანდელ ჩემს პიროვნებას, ესე ვთქვათ და მაშინდელ ჩემს პიროვნებას შორის მაინც დიდი სხვაობა არის. ხო, მთელი ორი სხვადასხვა ადამიანი. კი, ორი სხვადასხვა ადამიანია და შენ ერთ-ერთ ვიდეოში ახსენებ, რომ ციხეში დედის გადაწყვეტილებით ეს როგორ ხდება? ანუ როგორ შეიძლება ციხეში მოხდეს ესე გადაწყვეტილებით ადამიანის? ძალიან ხშირად მოვიხმარდი. ძალიან ხშირად მოვიხმარდი, იმდენად ხშირად, რომ ჩემი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო ჩემი სიცოცხლე უკვე რა. დასაწყისში აღნიშნეთ 4-ჯერ, ესე ვთქვათ, ზედოზირების ნიადაგზე მე თვითონ გავიპარე ოპიატების თრობის ქვეშ და სრულიად შემთხვევით მარტო ვიყავი, რანაირად გადავრჩი დღემდე არ ვიცი. ოპიატების ზედოზირების ქვეშ ადამიანები ძირითადად გვდებიან. გადავრჩი და ეხლა დედა ამას ყველაფერს რო უყურებდა და რო ესმოდა და ასე შემდეგ ძალიან განიცდიდა. შემაკავებელი ორდერი დამიწერა, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ ქონდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც ვაგრძელებდი სახლში მისვლას და ასე ვთქვათ, შეტანას დესტრუქციის ოჯახში. რისი წინააღმდეგიც იყო ძალიან დედა. ამის ნიადაგზე მე აღმოჩნდი ციხეში. შემაკავებელი ორდერის დარღვევის ნიადაგზე. იქ ცოტა ხანი დავყე ციხეში, ისევ დედამ გამომიყვანა. ხო, მაგრამ ციხემ რამე ცვლილება მოახდინა? პოზიტივის მხრივ თუ ნეგატივის მხრივ? ნეგატიური იყო? კი, ნეგატივის მხრივ მოახდინა. ხო. არის კი შემთხვევები, როდესაც ადამიანები რაღაც მეტამორფოზას ციხეშიც განიცდიან, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეგრე არ მოხდა. რა მოხდა? იშვიათი არის ზოგადად 1000-დან ალბათ 1-2 ადამიანი, ვინც შეიძლება ციხით რამე ისეთი შედეგი დადოს რა, პოზიტიური მის თავისთვის. იქიდან რო გამოვედი, უფრო ინფორმირებული გამოვედი. ხო, რა შეიძლება და გავეკუჭებია, ხო, საათ და როგორ და მე კიდე უფრო მაგრად ჩავაჭირე ესე რო ვთქვათ, კი. რა არის ყველაზე ისეთი გამოცდილება, რაც გახსენდება, აი ყველაზე კატასტროფული? ყველაზე კატასტროფული ციხემდე ცოტა ხნით ადრე მამა ჩამაკვდა საკუთარი ხელში. ჩაგაკვდა? ხო. გულმა უმტყუნა რა. ნერვიულებდი ძალიან. ხო. შენი შემხედველი. ნუ ხო, ეხ ნერვიულობდა, განიცდიდა. ძალიან განიცდიდა და გულმა უმტყუნა, ჩემ ხელებში დაიღუპა. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, ვერც გამოვიგლოვე სიმართლე რო გითხრათ, მეორე დღეს მამის გარდაცვალების შემდეგ ფსიქიატრიულში წამიყვანეს. იქ მოვედი აზრზე და მის გასვენებაში არ ყოფილვარ. ხო. ფსიქიატრიულში რატო წაგიყვანეს? ნუ იდეაში წამიყვანეს ეს სივრცეში, სადაც ნარკოლოგიურიც იყო და ფსიქიატრიულიც,
მაგრამ ეს ბენეფიციარები ორივე დაწესებულების ერთად იყვნენ რა. ხო და მაგ სივრცეში აღმოჩნდი. იმ მომენტში ალბათ ჭირდებოდა და ხო, სამყარო მის იქნება რომ მან ეგეთ სივრცეში მოხვედრილიყო. მაგრამ იქიდან რომ გამოხვედი, კვლავ გააგრძელე. კი, კვლავ გავაგრძელე. მოხმარება. კი, კვლავ გავაგრძელე. და აი ამ პერიოდში არ გქონდა საკუთარ თავთან ეს ბრძოლები, რომ არ გააკეთო, მაგრამ მაინც აკეთებდი. თუ აი ეს ფიქრი არც გქონია. როგორ არა, ანუ იყო და ცოდნის დონეზე მე ვიცოდი. ჩემს ფსიქიკამ იცოდა რომ ეს ცოდი იყო ჩემთვის და დამანგრეველი იყო, მაგრამ მაგ დროს უკვე ჩვენი რაციონალური ტვინი ნეოკორტექსი ვეღარ მუშაობს. ეს ყველას ესე აქვს შენი აზრით, ყველა ნარკოდამოკიდებულს, ყველა მიცის რომ უნდა გაჩერდეს და ვერ ჩერდება? იცის რისკები, იცის რომ ცუდია, მაგრამ ლოგიკა ვეღარ მუშაობს მაგ დროს. და ნარკოტიკზე დამოკიდებულების პარალელურად სხვა დამოკიდებულებაც ხوار გაგიჩნდა შენ? კი, იყო, ანუ ადამიანებსაც დამოკიდებული არის ეს შინაგანი მდგომარეობა. ნივთიერებებზე იქნები თუ ურთიერთობებზე, რაიმე ქცევაზე, ნებისმიერზე, მაგას არსებობს მნიშვნელობა არ აქვს. შენ ხარ შინაგანად დამოკიდებული, მიჯაჭვული და ამას უკვე ხსნას რა შინახავ შენ რა ქცევაში, მაგას არსებობს მნიშვნელობა არ აქვს. თამაშზე დამოკიდებულიც ვიყავი საკვებზეც, ანუ ესე რომ ვთქვათ, არასწორად ვიკვებებოდი. და ალკოჰოლზეც დამოკიდებული. და იცი რა მითხარი, ამ ყველაფერს რაღაც ფინანსები ხო ჭირდება, ფული ხო ჭირდება და ხო, კი. საიდან გქონდა? ესე რო გითხრათ ეხა, საიდან გქონდა? აი, არ შემიძლია რომ ვთქვა რა, საიდან იყო ეგ ფული, მაგრამ მომხმარებელი რო ხარ ადამიანი, ახერხებ მაგას, რომ რაღაცნაირად ფული იშოო და კი, კრიმინალიც იყო, ისიც იყო ჩემს ცხოვრებაში. ხელი რო გაქვს აღებული ცხოვრებაზე და შენ სიცოცხლეზე რომ საერთოდ ხელი გაქვს ჩაქნეული, პირველი ამოცანა შენთვის არის ის, რომ ეს ოთხოვნილება, ესე რომ ვთქვათ, დაიკმაყოფილო, მოიხმარო და ყველაფერზე ხარ წავსვლე. და გრძნობდი, რომ ადამიანებს თუდად ექცეოდი შენ ცხოვრებაში? კი. გრძნობდი, რომ თუდად ვექცეოდი. და მოხმარების ბოლო წლებში, ესე რომ ვთქვათ, გაბოროტებული ვიყავი ძალიან რა. რას გულისხმობ? აი, ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ აი კაიფისთვის მე პირველი 1-2 წელი შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ვარდისფერი სათვალეები რაღაცა ნივთიერებით რაღაცა ემოციას, სიამოვნებას რომ მიიღო, მაგრამ მე უკვე აღარ იყო რა და აი შინაგანი რაღაც დემონური ენერგიები იყო და აი ამ ყველაფერთან ერთად თანაცხოვრება მიწევდა და მიყვარდა ერთი გოგო, რომელიც შემიყვარდა ესე რომ ვთქვათ უნივერსიტეტში პირველ კურსზე და ვიყავით ერთად რაღაც პერიოდი, მაგრამ შემდგომ ჩვენი ურთიერთობა აირია. მე უკვე ძალიან მძიმე მომხმარებელი რო გავხდი, მოვინდომე ესე რომ ვთქვათ, რომ ეს გოგო დამებრუნებინა. რა იყო ჩემი მოტივი და ესე რომ ვთქვათ, ინტერესის საგანი მაგ დროს რო გითხრათ ეგეთ მდგომარეობაში ხა ვერ ჩამოვაყალიბებ. მაგრამ აშკარად ეს ადამიანური და რაღაც სიყვარული და რაღაც ეგეთი არ ყოფილა რა. რაღაცა ისეთ დესტრუქციულ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებდი. ნუ მოხდა ისე რომ ჩვენი ურთიერთობა შედგა. შემდგომ ვიყავით ერთად, მაგრამ ვიყავი საშინელ მოხმარებაში. ყოველდღიურობას ისე ვატარებდი და ეს გოგო ისეთ მდგომარეობაში მნახულობდა, ძალიან იტანჯებოდა რა თქმა უნდა. ის არ მოიხმარდა? არა, ის არ მოიხმარდა. ძალიან იტანჯებოდა, ძალიან დამთრგუნელი იყო მისთვის ეს რეალობა და სიმართლე რო გითხრათ, მე მას ყურადღებას არ ვაქცევდი რა იმ მომენტში. მიყობ ჩემ თავს არ ვაქცევდი ყურადღებას და ეხლა მეორე ადამიანზე როგორ ვიფიქრებდი, ხო, ლოგიკურია. და ესე ვტკენდი რა, ვტკენდი ადამიანს გულს და საბოლოოდ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ მამა ჩემი ახალი გარდაცვლილი იყო, დაურეკე და უთხარი, რომ მეთქი ჩემისთანაა. კაცი შენ გვერდით არ გჭირდებათ ხო რა, მაინც რაღაცნაირად გამოანათა ჩემში. ადამიანო, ხო, გამოანათა და უთხარი, რომ ჩემისთანა კაცი შენ გვერდით არ გჭირდებათ ხო და დავიშალოთ. გემოვნული იყო ეს ძალიან ჩემთვის. ძვირფასი ადამიანი იყო. მაგრამ მერჩივნა რომ ესე მომხდარიყო. და მას მერე შენ აღარ გქონია არანაირი ურთიერთობა? მაგ ადამიანთან არა, მერე ხო, 5 წელი დაახლოებით საერთოდ აღარ
სიყვარული რაღაცა აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში. შენთვის ახლა ეს პოდკასტი არის პირველი, როდესაც აი ასე 1 საათის განმავლობაში უნდა მოყვე შენ თავზე. იქ Instagram-ზე კი გაქვს რაღაც ვიდეოები, მაგრამ ეს მაინც შენი კომფორტის ზონაა. აი აქ მინდა რომ ეს გამოიყენო შენთვის, აი რაც გულში გაქვს. ეს სივრცე ჩვენი სტუდია, ჩვენი პოდკასტი გამოიყენო და რაც გულში გაქვს, აი რისი გაზიარებაც გინდა, უცნობი ადამიანისთვის, შეიძლება ნაცნობისთვის, აი ეგ მოგვიყვე ყველაფერი. მე ვხედავ რომ შენ ცოტა ღელავ და ეს ძალიან ბუნებრივიც არის. სიმართლე გითხრა მეც ვღელავ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არ არის ჩვეული მდგომარეობა და მოდი ეს მღელვარება დავტყოთ ამ სივრცეში და ამის ფონზე მოგვიყევი. კი ბატონო. ბოლო წლები წეგან აღნიშნეს საერთოდ ჩაქნეული მქონდა ხელი და ასე ვთქვათ სიამოვნების მისაღებად მე ნარკოტიკულ საშუალებას არ ვიღებდი რა. იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი ნივთიერებები, მაგალითად ფსიქოსტიმულატორები, ძალიან ძლიერი, ამფეტამინის ჯგუფის ფსიქოსტიმულატორები და ამავდროულად იყო ძალიან დიდი დოზით. რისი მოხმარების შემდეგაც ჩემი ფსიქიკა იყო უკიდურესად ფსიქოზურ მდგომარეობაში. მე მინდა ეხლა თქვა, ახალგაზრდებს მოუწოდო ის, რომ აი ეს ნივთიერებები, რაც დღეს არის ბაზარზე, ძირითადად არის ალფა-პევებეს სახელით წოდებული, თუ გექნებათ იმის საშუალება, რომ ვინმე შემოგთავაზებთ, ან სადმე ნახავთ და მომენტი, რომ გადაწყვიტოთ მოიხმაროთ თუ არა, აუცილებლად თქვი თუ არის ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მაგნიტიერებიდან გამოწვეული ფსიქოზი ძალიან რთულად ინკურნება. შე შემთხვევაში არ ინკურნება და იწვევს ტაქიკარდიას ისეც, რომ შესაძლოა ამ ყველაფერთან თანაცხოვრება მოგიწიოს შემდეგ და საერთოდ არ განიკურნოს. აუცილებლად თქვი თუ არის. და შენ ეს გამოიარე? კი, გამომივლია, საკმაოდ ისეთ დიდ დოზებს ვიღებდი და ესეც ერთი საჩუქარის დამიტოვა ფეხზე მარჯვენა კოჭზე. აი, ცეხაც მანჟეტიმაცია, მარჯვენა კოჭის ართროზი მაქვს, რბილი ქსოვილების სახსრის რა უშუალოდ, იმიტომ რომ ძალიან დიდი დოზის ქვეშ გადმოვხდი დაახლოებით 2.5 სართულიდან. კი. მე-9 სართულზე ვიყავი და მე-9 სართულიდან კიდე კაი რო არ გადმოვხდი, რაღაც მომეჩვენა, ესე რომ ვთქვათ, ჰალუცინაცია. და ვირბინე დაახლოებით 2.5 სართულიდან და ის ლიფტიდან რომ გამოდიხარ, მანდიდან გადმოხდი. და დამჭა ესეთი მოტეხილობიდან ესეთი ტრავმა. საავადმყოფოში როდესაც მე მიყვანეს, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მე თვითონ. ნარკოზი ვერ გამიგეთეს. შეიძლება შესაძლოა რომ საერთოდ ვერ გაიგვიძოსო რა. დამატეს თაბაშირი კი და არასწორად შემიხორცდა. კურნალობდნენ რაღაც მაზებით იმედად, მაგრამ მაინც არ ეშვა. ანუ იყავი შენ თვითონ მუდმივ კილოს. ხო, მუდმივ კილოს უბრალოდ ზოგჯერ დისკომფორტია, ზოგჯერ ძლიერდება ხოლმე ამინდის ცვალებადობასა და შევიდრე. ანუ შენ თვითონ იყავი ისეთი ნარკოტიკის მოხმარების ქვეშ, რომ ამიტომ ვერ გაგიკეთეს ნარკოზი? დიახ, ხო. შეიძლება საერთოდ ვერ გაიღვიძოსო და ვერ ჩაატარეს ოპერაცია. ეს მომენტები შენ ცხოვრებიდან ეს გადახტომა და ასე შემდეგ მოხმარე, გახსოვს კარგად ყველაფერი? კი, მახსოვს. სხვადასხვა კი რო ამბობენ რომ რაღაც არ მახსოვს რომ ვიყავი თრობის ქვეშ რაღაცეები, მე ყველაფერი მახსოვს აბსოლუტურად. კი. იყო ასევე კლუბური ნარკოტიკების ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი დოზებით ეგენიც. ხო. და სად მოიხმარდი ხოლმე კლუბში, სახლში თუ? კლუბში მოიხმარდი, კლუბ ნარკოტიკებს კლუბში მოიხმარდი ძირითადად. ეს ყველაფერი ინტრავენურის პარალელურად. ინტრავენურის პარალელურად. რანაირად გაუძლო შენმა ორგანიზმმა? არ ვიცი. გულსის ძარღვთა პრობლემებიც მქონდა სერიოზული. გული იყო ინტრავენური მოხმარებიდან გამომდინარე გადიდებული, 1.5 ზომის იყო და სითხე არის აპკში, გულის აპკში, დაახლოებით ჩვეულებრივ ადამიანს აქვს პლუს-მინუს 4% ეს სითხე რა. მე მქონდა 25%-ზე. შენ წონაშიც მომატებული? წონაშიც კი ბატონო. C ჰეპატიტი მქონდა. ეს C ჰეპატიტი როგორ დაგემართა? ესე როგორ დამემართა, არ ვიცი. იდეაში სისუფთავეს ვიცავდი სულ, მაგრამ მაინც ინტრავენური მოხმარებიდან გამომდინარე, ალბათ რაღაცა ბაქტერია შემყვა და ღვიძლის ჰეპატიტი არის ხო, C ღვიძლის დაავადებაა და ეგ განვიკურდა. მაგრამ უშუალოდ მაგ დროს, როდესაც C ჰეპატიტი მქონდა, სწრაფად დაუკრიბე წონა. სწრაფად დაუკრიბე წონა, იმიტომ რომ ჩემი მეტაბოლიზმი, ჩემი ორგანიზმი ვეღარ ამუშავებდა
მაკრონუტრიენტებს და წყლის შეკავება ხდებოდა ძალიან და ესე რომ ვთქვათ ავფუვდი. ესე ვთქვათ გავდითდი და რაღაც 130 კილოს გადავწდი. იქამდე ვიყავი 58 კილო. როცა და ანუ ძალიან გამხდარიც მოიხმარდი, ჭარბწონიანიც მოიხმარდი. კი, მაგრამ ჭარბწონიანი რო ვიყავი უკვე ბოლოს ოპიატების ჯგუფი ან რაღაცა ისეთი ნივთიერებები, ლაითი, რაც არის ლაითი როგორ არის, მაგრამ ანუ მიხდით ალბათ ასე ვიძახი, უფრო აი ძლიერი ფსიქოსტიმულატორები, რაც არის აი ეს ალფა-პეპები რაც ვახსენდა, ის მაგეებს მოვიხმარდი, იმიტომ რომ საერთოდ ვეღარ იღებდა ჩემ ფსიქიკა ამ რეალობას, არ უნდა საერთოდ ეს რეალობა და აი ის პარანოიას რო ამკიდებდა ეს ნივთიერება, აი ის იყო ჩემთვის კომფორტული მომენტში. აღარ მომწონდა საერთოდ. ესე იგი, პარანოია გინდოდა დაგებრუნებინა ცხოვრება. ხო, რაღაც ეგეთი რა ხდება მაგ დროს პარანოიის დროს, რა ხდება ადამიანში? გახლეჩილი ვიყავი შინაგანად. ჩემი ფსიქიკა სრული სტაგნაცია იყო, ესე რომ ვთქვათ, ის ცხოვრება, რაც მე გავიარე, აი ზრდასრულობიდან დაახლოებით 25-26 წლამდე იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის, რომ ჩემ თავს ესეთი ზიანი მივაყენე ამ ნივთიერებებით და ამ ცხოვრებით, რომ ამ ყველაფერს ვერ ვიღებდი რა. ვერ ვიღებდი და ერთადერთი მაგ დროს გამოსავალი რაც რჩებოდა ჩემთვის იყო ის, რომ სრულიად უარი მეთქვა ამ რეალობაზე. და ამ რეალობაზე სრულიად უარის თქმისთვის იდეალური გზა იყო ეგ, რომ ყოფილიყავი ფსიქოზურ მდგომარეობაში. ეს რა თქმა უნდა მტკივნეული იყო, მაგრამ ჩემი ფსიქიკა მაგას უკვე ვეღარ უკეთებდა. ვეღარ არჩევდა რა იყო მისთვის კაი და რა ცუდი. ვეღარ ხედავდა. რაც ცუდი იყო ის მოგწონდა. და როდის მიხვედი იმ წერტილამდე, როდესაც დაიწყო შენი გამოჯანმრთელება? რა მოხდა იმ მომენტში? რა მიგიყვანა იქამდე? ცოტა უცნაური არის, ზოგადად რანაირად წავედი რეაბილიტაციაზე თუნდაც ან რანაირად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ესე ვამბობ ხოლმე, რომ ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია რა, ეს გადაწყვეტილება მიიღო ღმერთმა. უცნაური წინა 3 დღე იყო, სანამ რეაბილიტაციაზე წავიდოდი და დაუგეგმავად წავედი სრულიად. ერთი დღე ვიყავი სამთავროს ტაძარში, ცხეთაში, მეორე დღეს ვიყავი სამებაში, მესამე დღეს ვედი ცხოველში და მეოთხე დღეს წავედი რეაბილიტაციაზე. ანუ სრულიად დაუგეგმავად რა. ვინმეს შეხვდი ესაუბრე იმ 3 დღის განმავლობაში? აი ამ ფსიქოსტიმულატორის ძალიან დიდი დოზების ქვეშ აზრზე მოვდიოდი მაგ ტაძრებში. ხო. ანუ თლათფრიზელი არ იყავით? თლათფრიზელი არა, ანუ სულ მქონდა ეგ მომენტი, რომ აი ღმერთს ვევედრებოდი რაღაცას, ეხა რო გითხრათ, რომ რაღაც, ანუ კონკრეტულს რამეს ვევედრებოდი თქო, მოგატყუებთ. მაგრამ აი სულ რაღაცა მივდიოდი ტაძარში, ვტიროდი, მიუხედავად თრობის ქვეშ. მტკივნეული იყო ჩემთვის და ვიცოდი, რომ ერთადერთი ვისაც შეიძლება და ჩემთვის შველა ესე რომ თქვა გამოეცხადებინა, იყო ღმერთი და მოხდა ეგრე. შენით წახვედი? არა, დედამ ისევ დედამ. იქამდეც მქონდა დედას ბევრჯერ ნათქვამი ეგ შემოთავაზებაც რეაბილიტაციასთან დაკავშირებით რაღაც, მაგრამ აი უკვე მეოთხე დღეს ესე რომ ვთქვა დავჯექით სახში ესე მახსოვს, მოვიდა სახეზე მეფერებოდა. დედა გთხოვდა რომ წავიდეთო, ცადოთო, იქნებო, რაღაცაო შეიცვალოსო, ისეთიო და მეთქი კაი წავიდეთ თქო. აი უკვე თან ყველაფერი ნაცდელი მქონდა, ეს ცხოვრება ლიმონივით მქონდა გამოწურული მართლა რომ იტყვიან. და რავი, მეთქი ავი აქა საწავა. მოდი ვცდი ცოტა ხანი. 2 კვირით წავედი რეაბილიტაციას, 2 კვირით. მეთქი 2 კვირით წავალ რა უნდა მოხდეს თუ რამე, მეთქი თუ არ გამოვიდა, მოუბრუნდები ისე. და წავედი რეაბილიტაციას და იქ მე უკვე იქიდან აღარ დაბრუნდი. იმ ხელა სინათლე შემოვიდა ჩემში და იმ ხელა იმედი დამანახა ჩემო მეგობარმა იქ ვინც დამეხმარა რეაბილიტაციის სწავლაში თამაზი ტუღუში. ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. იმ ხელა სინათლე შემოვიდა ჩემში. როგორ იყავი? ფიზიკური ტკივილები გქონდა? აი როგორ გაუძელი რა ხდება მაგ დროს? უშუალოდ ფსიქოსტიმულატორებს რომ მოიხმარ, ფიზიკური ტკივილები არ გაქვს. როგორც მაგალითად ოპიატების ჯგუფს აქვს ეგრეთ წოდებული აბსტინენციის პერიოდი, ეგენი არ აქვს, უფრო დეპრესიული ფონი აქვს და უძილობა და რაღაც მსგავსი ისინი რა და მაგ ყველაფერს ახლა გავართვი თავი. მაგ ყველაფერს გავართვი თავი. რამოდენიმე დღე გავიდა. დაუმშვიდი, დავწნარდი, ძალიან დიდი სასტორკრება იყო ჩემში, რომ ვიხსენებ, რომ გამოფხიზლდი ესე გონება. გამოფხიზლება თვეების მერე ხდება, მაგრამ აი რომ უშუალოდ ნივთიერება რომ
ტოვებდა ჩემს ფსიქიკას, ძალიან დიდი სასწორგებლობა იყო ჩემში. მახსოვს ერთი ბიჭი იყო იქ, ჩემი მეგობარი, ვინც გალობას მირთავდა რა ტელეფონში. ის მაშინ მოხალისე იყო. იქ უკვე გავლილი ქონდა ის პროგრამა და მეორე ტიპის პროგრამაზე იყო და გალობას მირთავდა და ისეთ სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ აი დამაფიქრა ბევრ რაღაცაზე რა. თან განწყობის ის რო ახსენე, დახურულ სივრცეში რო ხარ და ის განწყობა ძინერად არ გექნება. თან დაღლილი რო ხარ. მაგრამ შენ შეგიძლია ცნობიერების ჩარევით შეიქმნა განწყობა ისეთი როგორც გინდა. კი. რაზე დააგაფიქრა? განული ცხოვრებაზე. რასაც წეგან შევეხე, რასაც ჩემ თავს ვერ პატიობდი, რომ ესე მოვეკეცი ჩემ თავს. თან ანუ ეხლა რო ვიხსენებ ჩემ ბავშვობას. არ ვიყავი რაღაც ბოროტებისკენ მიდრეკილი ან რაღაც გაფუჭებისკენ მიდრეკილი პირიქით, ანუ ძალიან მშვიდი, ძალიან წნარი ბავშვი ვიყავი. კეთილი. სულ მინდოდა რომ ვიღაც რაღაც დავხმარებოდი. გამომეხატა სითბო სიყვარული, ჩავხუტებოდი რაღაც ესეთი ბავშვი ვიყავი რა და უცბად მხოლოდ გარდატეხა მოხდა ჩემში. მე კითხვის შანი მქონდა სულ რომ რატო? როგორ გამექცა ესე სადავეები ხელიდან რა? ამიტომ უნდა იყო ადამიანის უფხიზლად და შენ თავთან კომუნიკაციაში. წლების განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ, ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ. სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი. წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს. ვსარგებლობ მათი აპლიკაციით, სადაც ძალიან ადვილად ჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან, ან ვიღებ ისეთ მომსახურებას, როგორც არის ანაზღაურება, მიმართვები და ასე შემდეგ. იმედიელი გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას UNO-ს. UNO ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. UNO-ს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული UNO 45 ლარიდან. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიეთ ინდივიდუალურად. ბიჭებისგან მე მსმენია. წარმატებული ისეთი კაცებისგან, რომელსაც ბიზნესიც აქვს აწყობილი, ოჯახი წავს. რომ აი სამთვეში ერთხელ თუ განვიტვირთე ნარკოტიკით, მე არ შემიძლია. ამით ეს ადამიანები რაღაც ძალას იღებენ, თუ ეს არის კიდევ უახლოვდებიან ასე რომ ვთქვა დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა უახლოვდებიან დამოკიდებულებას, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ეგ არ არის განტვირთვის საშუალება. ვისაც რაღაც ნარკოტიკი, ნებისმიერი ტიპის თრობა ეგეთი ტიპით გამოყენებული, როგორც ჩვენ ვიყენებთ, განტვირთვის საგანი გონია, დამახინჯებული რეალობის აი ეს არის რა, აღქმა. თუნდაც მარიხუანა. თუნდაც მარიხუანა, მნიშვნელობა არ აქვს. აი რო ამბობენ ხოლმე რომ რაღაცა მარიხუანა მიმოვწიე და გონება გამეხსნა, რაღაც არ არსებობს ეგეთი რაღაცა. ჩვენ გვაქვს ლიმბური ტვინი, რეპტილიურ ტვინზე რაც არის ზემოდან ასე რომ ვთქვა, სადაც არის ჩვენი ემოციური ნუშისებრი ტვინი ამიგდალა, რაც დამოკიდებულებისკენ მიდრეკილი ადამიანის შემთხვევაში სულ განგაშის ზარს გამოსცემს რა, უფრო მეტად განგაშის ზარს გამოსცემს, ვიდრე მაგალითად ჩვეულებრივი ტიპის ადამიანის ტვინში რა და ამას როდესაც მოიხმარ მარიხუანას, უბრალოდ ამ ნუშისებრი ტვინს ადუნებს და მაგის ნიადაგზე ჩვენი ნეოკორტექსი, რაციონალური ტვინი, რაც ადამიანებად გვაქცევს, უფრო საღად იწყებს მუშაობას და აზროვნებას. და გონიათ, რომ გონება გაიხსნა, გონება კი არ გაიხსნა, უბრალოდ ამიგდალა დამშვიდდა ესე რომ ვთქვათ რა. მაგრამ ისე მეორე მხრივ აი ესეთ ადამიანებს ახლა თუნდაც შენი თავი რო გაიხსენო წლების წინ, აი ვინმეს რო ეთქვა შენთვის, რომ აი ამიგდალა რაღაცა ხო არ მოусმენდი მაგრამ. არა, რა თქმა უნდა. და შენი სიმართლე გექნებოდა და ამ ხალხს ახლა რა ესმით. კი, სხვადასხვა მაგაზე ბევრს ვფიქრობდი. რო გადიოდა ესე წლები რა, ეხლა მე-4 წელია რაც ფხიზელი ვარ, რო გადიოდა წლები, ვიხსენებდი ხოლმე თქი 1 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, ეხლა აქ რო ვიქნებოდი, თქი რა სისულელია, ხო მაგრად დავცინებ, ვერც წარმოვიდგენდი.
კი. უბრალოდ თავარი არის ის, რომ შენ თავს უნდა დაუსვა კითხვა, რომ აი რას გაძლევს ეს. მაგ დროს ანუ შენ თავს ატყუებ ადამიანი რა და თუ დაინახე რომ შენ თავს ატყუებ, ეგ უნდა იყოს უბრალოდ შენთვის ინდიკატორი იმისა, რომ უკვე დამოკიდებული ხარ. მე როდესაც რაღაც ნივთიერებებს ვიღებ და ვიძახი რომ ეხა არა უშავს რაღაც გავერთობი, რაღაც გავფრინდები, ვიკენდებზე ვიგულავებ ჩამოვალ რანაირად. როგორ ეს თუ არის ის რომ მე რაღაც ჩემს ემოციურ მდგომარეობას ვერ ვეგუები და გავურბი ვარ და მიმართავ რაღაც ნივთიერებებს, რაიმე ქცევას არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც იყოს ეს ყიდვა გაყიდვა რაღაცების ან სექსი, არა, მნიშვნელობა არ აქვს. დამოკიდებულება უკვე დესტრუქციული გზებით გამოყენება არის ამ ყველაფერს. ხო და ანუ არ იქნება ეს შენთვის უმჯობესი თუ ისევ ამაში დარჩი. და კიდევ ერთი საკითხი მინდა რომ განვიხილოთ. ხშირად დამოკიდებულ ადამიანებს ესეთი სტიგმა ეწებებათ, რომ ისინი არიან სუსტი ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. და ეს სტიგმა უნდა ჩამოვაშოროთ საზოგადოებამ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს მათ არ ეხმარებათ და თუ ჩვენ გვინდა რომ გაჯანსაღდეს ჩვენი სოციუმი და საზოგადოება ასეთი სტიგმებით და იარლიყებით არ უნდა მოვიხსენიებდეთ ამ ადამიანებს. გეთანხმებით 100%-ით დამოკიდებული ადამიანი. სუსტი ნამდვილად არ არის. მე ვიცნობ ბევრ დამოკიდებულ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად ეს გზა გაიარა და ძალიან წარმატებული და ძლიერი ფსიქიკის და სულიერების მქონე ადამიანები არიან, ვინც ეხაც ეხმარებიან სხვა ადამიანებს ამ გზის გავლაში. ეს არის უბრალოდ ბავშვობაში შერწყმა სეპარაციის ფაზებში, ტრაუმატული გამოცდილებები, რაც მე მქონდა, ჩავიდე სირმისეულად რა. მაგალითად, აი, როდესაც თვეების ვარ დაახლოებით 1 წლამდე და შერწყმაში ვარ დედასთან, ესე რომ ვთქვათ, მაქვს რაღაც მოთხოვნილებები, მაგალითად მაჭამოს ან მომეფეროს და ამ დროს ვტირი და იმ კონკრეტულ მომენტში დედას ან არ ესმის ან რაღაც ხო ეს ბავშვმა ხო არ იცის მისმა რაციონალურმა თვინმა რომ რაღაც განსაზღვროს რომ ეხლა დედას არცალია დაუშვათ და ვიტრაუმები რა. ასევე არის სეპარაციის ფაზებშიც. დაახლოებით 1 წლიდან 4 წლამდე ეს ფსიქოლოგია ეს ამბობს რომ აი სეპარაციის ფაზებშიც რაღაც მოთხოვნილებები მაქვს, რასაც ვერ ვიკმაყოფილებ მშობელთან მიმართებაში და მაგ დროსაც ვიტრაუმები. და მე მთელი ცხოვრების მანძილზე ამ სცენარის გადათამაშება ხდება რა. და ეგ არის ზუსტად დამოკიდებულება. სხვათა შორის ეხა ამ ბოლო წლებში არსებობს მეტაკვლევები, ეს ნიადაგზეც ამბობენ, რომ აი რომელ ადამიანსაც უფრო მეტი ტრავმატული გამოცდილება აქვს შერწყმის ფაზაში, უფრო ოპიატის ჯგუფის ნელი რო ეძახიან, ხო, ნივთიერებები სიამოვნებს. ხო, უფრო რაღაცა ეგეთი ნივთიერებები სიამოვნებს და ვისაც სეპარაციის ფაზაში აქვს უფრო ტრავმატული გამოცდილებები, უფრო სწრაფი ნარკოტიკული საშუალებები იზიდავს რა. ანუ სტიმულატორები. ხო. საინტერესო. რას ეტყოდი შენი თაობის მამაკაცებს? აი იმათ, ვისაც არაფრის გაგონება არ უნდა. აი რა იქნება ის რაღაცა ყველაზე ესეთი ეთიკური, ყველაზე დახვეწილი და ყველაზე სწორი მიდგომა ასეთი მამაკაცების მიმართ. ხშირად არის, როდესაც ჩვენ დაცვითი მექანიზმები ფსიქიკის ისე ძლიერად მოქმედებს ჩვენზე, რომ გვატყუებს ჩვენი ფსიქიკა რაღაცეებს. მაგალითად, აი თუნდაც ის, რომ ვაუფასურებთ და ვიძახით, რომ ჩვენი ეს ქცევა არ არის დამოკიდებლური. რაღაც ნივთიერებების მიმართ 2 თვეში ერთხელ, თვეში ერთხელ, მარიხუანა 1000-ში ერთხელ. როდესაც ესეთი კომუნიკაცია მაქვს მე შინაგანი და განცდისეულადაც მე ამისი მჯერა, პირდაპირ ვიღებ მე პირად პასუხისმგებლობას და ვიძახი, რომ ეს არ არის. და ამ დროს ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია ამ ადამიანების მიმართ გავცე, არის ის, რომ ფსიქოთერაპიას მიმართონ, უბრალოდ რაღაცნაირად გადააბიჯონ თავიანთ თავს და ფსიქოთერაპევტთან მივიდნენ, მოუყვრენ თავიანთი გამოცდილება და თვითონ გამოერკვნენ თავიანთ თავში. ვინმეს გამო კი არა, აი უბრალოდ თვითონ რო იცოდნენ სიმართლეა თუ ტყუილია. ხო ჯერათ ამ ადამიანებს რომ ეს არაფერია, უბრალოდ მივიდნენ, დაჯდნენ ერთ-ერთზე ერთ ოთახში ადამიანთან და გაისაუბრონ. იქნებ რამე ისეთი გაიგონ თავიანთ თავზე. იქნებ მართლა სიმართლეა და არაფერია. ხო უბრალოდ მივიდნენ, გაისაუბრონ, აუცილებლად იპოვიან იმ პასუხს, რაც მომავალში მათი ცხოვრების, ხარისხიანი ცხოვრების საწინდარი იქნება. ხო, საინტერესო რჩევაა. ეხლა ურთიერთობებსაც რო შევეხოთ.
აი შენ მაგალითად ახსენე შენი ყოფილი შეყვარებულის ისტორია თვითონ არ მოიხმარა და შენ იყავი მოხმარების ქვეშ ყოველთვის. ასეთ დროს რა არის ის სწორი მიდგომა ქალის მხრიდან? აი როგორ უნდა დაეხმარო შენს პარტნიორს? ხშირად ამბობენ, რომ უბრალოდ უნდა მოშორდე ასეთ ადამიანებს, იმიტომ რომ შენც თანადამოკიდებული ხარ და მაგრამ ხანდახან არის, როდესაც ვერ წირავ იმ ადამიანს, გჯერა, რომ ის გამოჯანმრთელდება და გინდა რომ დაეხმარო. მესმის რასაც ამბობთ, კი მტკივნეული არის საყვარელი ადამიანის გაწირვა, მაგრამ იმ ადამიანს თავისთავად გაწირული აქვს. ის ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, თავს იკლავს, ესე რომ ვთქვათ, და ერთადერთი გზა მაგ დროს, როდესაც ჩვენ საუბრობთ რადიკალურ ზომებზე. ანუ მოხმარება რა არის, ხო? რადიკალური გზა არის. ანუ всё, მე ხელი მოწერილი მაქვს თვითმკვლელობაზე. და ამას ეხლა ჩვენ ესე თავზე ხელის გადასმით ვერაფერს შედეგს ვერ გავალთ. ამ დროს აუცილებელი არის, რომ ჩვენც რაღაცა რადიკალურ ზომებს მივმართოთ. ეს იქნება მე ისე ჩემ ოჯახში არსებული მანდილოსნებიდან წამოვალ, როგორც ჩემს მიმართ იქცეოდნენ, თუნდაც დედაჩემი, ხო? დედაჩემს რო მე ყველაზე მეტად უყვარვარ, მაგაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება და ზედამთვარი ამოდის ჩემზე, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მოუწია, რამაც საბოლოოდ ესე რომ შევხედოთ, ფაქტის სახეზე შედეგი დადო. მე რა რჩევასაც გავცემ, მესმის ძალიან მტკივნეულია ეხა ამას ესე რომ ვამბობ და რთული არის გასაკეთებლად. მაგრამ ცივი გონებით უნდა შეხედონ, თუ საჭირო გახდა პოლიციასაც უნდა მიმართონ, აუცილებლად, თუ საჭირო გახდა შემაკავებელი ორდენისთა დაწყრონ და უნდა მიატოვონ კიდევაც. რომ იქნებ ესე მოხდეს იმ ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედება, რომ რაღაცა აზრი დაებადოს, რომ აი ის ადამიანი ვისთან თანაცხოვრებაში ვარ, უყვარვარ, ოჯახი გვაქვს, ჩემზე უარს ამბობს. იქნებ რაღაცაშია საქმე. თორე თავზე ხელის გადასმით რომ შეიძლებაოდეს. მაგაზე ადვილი რა არის. ხო და ხანდახან მშობლები თითქოს რეალობას ვერ აღიქვამენ. იმიტომ რომ მშობლებს ეცოდებათ შვილი. თან ამ დროს დამოკიდებული ადამიანი ძალიან მანიპულატორია. ის სწავლობს მანიპულაციებს ადამიანებს. შენ იყავი ესეთი გეხმიანება ეს? რა თქმა უნდა. თან ახლა კავკასიაში ჩვენსკენ ეს მშობელი ძალიან ისე თანადამოკიდებულ ურთიერთობაში არის 60 წლის ასაკში ყოფილი შვილის მიმართაც. მერჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც რეაბილიტაციაზეც ეს მშობლებს ამოყავდათ შვილები ეს ჩემი ბავშვი ესე ამბობდნენ ხოლმე და კარს ვაღებდით, შემოდიოდა 70 წლის დედა და 45 წლის დედა. კაცი. ხო და აი ესეთი დამოკიდებულება ძალიან არაჯანსაღი არის. და ესეთი დამოკიდებულება იწვევს მე მაგ ყველაფერს ზუსტად. ხო. ნუ მშობელი არის მანიპულაციის მსხვერპლი, მე ესე მგონია. რა თქმა უნდა. უბიძგებს კიდეც შვილს. როდესაც მე აბსოლუტურად ვიცი და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დედა, მამა, შლობა რა ადგება და ყველაფერს გააკეთებს იმას, რასაც მე ვეტყვი, იმართავ ამ გზას. ყველაფერზე ვარ მაშინ წავსვლელი. აბსოლუტურად ყველაფერზე. ახლა რაც შეეხება რეაბილიტაციას, მოდი რეაბილიტაციის თემაც მაინტერესებს. შენ შემთხვევაში რამდენი ხანი გაგრძელდა, რა იყო ყველაზე ეფექტური და აი ახლა რა სტადიაში ხარ? რეაბილიტაცია, ესე რომ ვთქვათ, სადაც მე გავიარე, წელიწად ნახევარი გრძელდება უშუალოდ მთლიანად პროგრამა, პირველი 6 თვე ხარ დახურულ სივრცეში, რეაბილიტირდები. შემდგომ უკვე 1 წელი ღია სივრცეში ხარ რესოციალიზაციაზე. პირველი 6 თვე ამ პროგრამის მონაწილე ხარ, შემდგომი 6 თვე უკვე აქით კონსულტანტი ხარ და აქით ეხმარები ხარ და საკუთარი ესე რომ ვთქვათ, ინტერესები რაც გაქვს, საკუთარი პროექტის წარდგენას ვეძახით, მაგ ყველაფერს უფრო მეტი დრო ეთმობა. და წაკეზება ხდება ესე რომ ვთქვათ, კარგი რაღაცების რა, ჩვენი მხრიდან. ჩვენი მხრიდან იმიტომ ამბობ, ძალიან დიდი ხანი მოვაწევთ მეც მაგ რეაბილიტაციო ცენტრში მე უშუალოდ ამ პროგრამის რესოციალიზაცია რაც ხსენე მაგის ხელმძღვანელი ვიყავი და ბევრ ადამიანს სოციუმში ინტეგრაციაში ვეხმარებოდი რა. შენი აზრით სხვა გზა არ არსებობს? ნახეთ, მე მაგას არ ვიტყვი მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გამოცდილებაში არ არის. სხვა გზა აუცილებლად არსებობს. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური ეს აღმოჩნდა. ბევრი რაღაც მიცდია ძალიან
ტაძარი, მონასტერი, სადაც ტყეში ჩაკეტვა, სახლში მარტო ჩემთვის სახლში რავი, ანუ ბევრ რაღაც მიცდია, მაგრამ ვერაფერმა ისეთი შედეგი ვერ დადო, რაც ფსიქოსოციალურმა რეაბილიტაციამ, რომ იქ მიდის კომპლექსური მუშაობა. უშუალოდ აი რა სფეროებიც აქვს ადამიანს, ძირითადად მამოძრავი ხო, ფიზიკური ნაწილი, ფსიქოლოგიური ნაწილი, სოციალური ნაწილი, კიდე ფსიქოლოგიურ што გავყავთ სულიერება რაღაც, ანუ ყველაფერთან მიდის ხო, კომპლექსურად და ესე რომ ვთქვათ, მთლიანი გარდასახვა ხდება შენი, ოღონდ შენც უნდა გინდოდეს. ეგ ამთავარი, აი მე კი გამცემი ვარ, მაგრამ შენ თუ მიმღები არ ხარ ამ ყველაფერს. აზრი არ აქვს. შენ ხარ თავარი პიროვნება, მან ვინც უნდა გაიაროს ეგ გზა. ხო, ამბობ რომ თუ შენი გადაწყვეტილება არ არის, ვერ გიშველის ვერაფერი. კი, ბევრი შემთხვევაც ყოფილა ეგეთი, რომ ხათრით ამოსულან და ის და ვერ დაუდიათ შედეგი. რეაბილიტაციის გზაზე ადამიანი ძირითად შემთხვევაში ფარხმალს რატომ აწყრის, არის ის, რომ გადაწყვეტილება არ აქვს რა. გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული იმისი, რომ თავი დააღწიოს. და როგორც წეგან აღვნიშნე, არის ვიღაცის ხათრით, მაგალითად მოსული, ან ვიღაცის თხოვნის ნიადაგზე. აი, ჩემ შემთხვევაში ხა მე რო ვიხსენებ აი სასოწარკვეთილებას რო შევეხი წეგან, აი იმდენად ძლიერი იყო ეს და ყოვლის მომცველი. აი ყოველღამე თითქმის ამ თვეების მანძილზე რეაბილიტაციას რო დასაწყისში განსაკუთრებით, სულ აი ბალიში მქონდა სველი იმდენს ვწიროდი, დილით რო ვიღვიძებდი, სველი იყო ხო ბალიში. იმდენს ვწიროდი რა. ხო და ეს სასოწარკვეთილება აი უფალთან კომუნიკაციით, ჩემი შინაგანი აი ფსიქოთერაპიულ ჯგუფებში ჩართვით, იქ რაც იყო ინდივიდუალურ თერაპიებში, ეს პროცესი იმდენად საკრალური იყო და რაღაც ინტიმური იყო ჩემთვის, რომ აი სხვა გზას მე პირადად ჩემ თავს აღარ ვუტოვებდი რა, რომ ამ გარიყავი და წავსულიყავი. ანუ მე თუ იქ იმ მომენტში კიდე გადავწყვეტდი იმას, რომ წავსულიყავი და რაღაც ნივთიერება მომეხმარა, ეს არ იყო უბრალოდ რაღაც დამოკიდებულებაში დაბრუნება, არ დაბრუნების საგანი, ეს იყო უკვე სრულიად ხაზის გადასმა ჩემს შინაგან სამყაროზე. მაგალითად, ის რომ ქრისტიანი ვარ. აი უარი უნდა მეთქვა თუნდაც უფალზე, უარი უნდა მეთქვა ჩემს ყველაფერზე აბსოლუტურად, რაც იმ მომენტში იქ დავინახე ჩემში და გამეუფასურებია და წავსულიყავი და გამეგზელებია ისევ ის თვითმკვლელობა. თვითმკვლელობა ჩვეულებრივი. და მაგ დროს ანუ ადამიანი, როდესაც ამ ყველაფერზე უარს ამბობს და ფარხმალს ყრის, ჩემი აზრით არის ის, რომ ვერ იტევს ამ სინათლეს, რაც იქ ხდება. აი დამტევი ვერ არის ალბათ რა. და დიდი არის მისთვის ძალიან ეს სინათლე, რისთვისაც იმ კონკრეტულ მომენტში მზაობა არ აქვს, რომ მიიღოს. ამას ხედავდი ხოლმე მე ყოველთვის ძირითადად. მაგრამ ამის პოტენციალი ყველაშია. ყველაში აბსოლუტურად ყველაშია. ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი, რომ წასულა ეს ადამიანი და მობრუნებულა ისე. და დღეს იდეალურად არის. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ ბევრჯერ წასულა მოსულა და დღეს ცოცხალი აღარ არის. ჩემი მეგობრები, ბევრი ვინც შევიძინე, გარდაიცვალა. ხო. 4 კაცი გამახსენდა ეხა ეგეთი. 4 ადამიანი. შენ თვითონაც ხო სასწაულებრივად გადაურჩი. ეს ჩემ ძალებს აღემატებათ. აღემატება, კი ბატონო. ანუ რა მოხდა ვერ ხვდები ხო რა. ხო, ანუ რანაირად. ანუ ისეთი ტიპის მომხმარებელი, როგორიც მე ვიყავი. ის კი არა რომ დღეს სწავლობ, ვითარდები, მუშაობ, ადამიანებს ვეხმარები და ყოველი დღე რაღაც მინდა რომ უკეთესი ვიყო ჩემს წინა დღესთან შედარებით, ესე რომ ვთქვათ. ეგ კი არა, ანუ ცოცხალი რო ვარ ეგ მიგვირს. რანაირად ვარ საერთოდ ცოცხალი ეგ მიგვირს. რეაბილიტაციის დაწყების მერე არ გქონია არასდროს ფიქრი, რომ ისე მოგეხმარა? საინტერესო კითხვა არის. ზოგადად, ცოტა ისტორიას მოვყვები რა ერთს. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ემოციური მეხსიერება ზოგადად იმდენად ძლიერი აქვს ნარკოტიკულ საშუალებებს. არავინ ხა არ მოვატყუოთ ჩვენი თავი, რომ ნარკოტიკზე ძლიერი ემოცია შეიძლება მე ამ სამყაროში რაღაცით მივიღო. ეგ არის გამორიცხული. ეს ემოციური მეხსიერება შენში სულ არის. Men in Black-ში არ ვართ ხარ, ჩიკ და გვავიცდეს რაღაცეები, არა, ანუ სულ გახსოვს.
უბრალოდ იმდენად ცნობიერი ხდება პროცესი, რომ შენ უკვე არჩევანი გაქვს. ანუ იქამდე არჩევანი არ გაქვს. ხდები, ანუ ბოლომდე მიჯაჭვული ხარ და უბრალოდ იყუჩებ ამ ყველაფერს და ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი გასაყუჩებელი რაღაც გიგროვდება. ხდები? და ეხა იმდენად ცნობიერი ხარ უკვე რომ არჩევანი გაქვს და არჩევანის ნიადაგზე უკვე ჯანსაღრაცხვებას იღებ. ერთი პატარა ისტორიას მოვყვები, რომ რესოციალიზაციაზე რო გადავედი, იქამდე სადაც მოვიხმარდი, არასოდეს ზოგჯერ ჩემს ესე რომ ვთქვათ, ნარკოტიკულ საშუალებას რო შევიძენდი, რომ მივდიოდი ასაღებათან რაღაც, არ მხვდებოდა ხოლმე რა ადგილზე. და რესოციალიზაციაზე რო გადავედი, ერთთვის გადასული ვიყავი, ესე ქუჩაში მივდიოდი და ნარკოტიკი ეყარა. შემთხვევით, წარმოიდგინე. ხო, რა უცნაურია, ანუ ცხოვრება. ხო, მარცხენა ხელი სანიტარიკ ტესტავს ალბათ მაგდროს რა. ხო ხდები, ანუ ეგეთი რაღაცა. ეს ხელმოხდა რა ეს. ხო, ესე მივდიოდი, ეყარა და ავიღე ესე. აი, თამაზი რო ვახსენე ზეგან ტუპურში ჩემი მეგობარი, ფოტო გადავუღე და გადავუგზავნე და თან ვიდეო გადავიღე. აი, ის ნაგვისურნაში, ის ნაგვისურნები მეტალის ესე რო იხდება, მაგაში როგორ ვაგდეთ და ეს ვიდეო უფრო გვიან ჩაიტვირთა, ვიდრე ფოტო რა და ფოტო რო ნახა, გული გაუწდა, სათხარ მითხარი ვიქე რაღაც. ხო, მოდი, მეთქი დაიცა ვიდეოც იტვირთება თქო. ხო და ანუ მოხმარების სურვილი, ესე რომ ვთქვათ, არაზოს არ მქონია რეაბილიტაციის მერე, იმიტომ რომ მთლიანად მივენდე პროცესს. თელი ჩემი შინაგანი სამყაროთი და ამ ყველაფერმა თავის შედეგი დაადო. რა საინტერესო. შენ რა ცხოვრება გამოგივლია? სადა რამდენი წლის ხარ? 29. 3 წელი თუ რამდენი წელია რაც ფხიზელი ხარ? 3 წელიწად ნახევარია. 3 წელიწად ნახევარი. და ეხლა გააქვს ურთიერთობა ვინმე შენი წარსული მეგობრები და ვინც კვლავ არიან მოხმარებაში? არავისთან საერთოდ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, ხო? აბსოლუტურად. რომ უნდა ჩაეხსნა ყველას. 100% უნდა ჩაეხსნა. ეგ კი არა, ნახევრად შეცვლილი ცხოვრება არ არსებობს. თუ გინდა რომ შენ პრევენცია მოახდინო ყველაფრის და თან რაზე გვაქვს საუბარი, კი იცით, ანუ ეს ისეთი ძლიერი რაღაცა არის, ზოგადად საკაცობრიო თემა არის და დღემდე ამაზე პასუხის ფაქტობრივად არ არსებობს. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ჩახსნა. იქნება ეს მეგობრები, ის გარემო, სადაც იქამდე იყავი, ჩემი ძველი სახლიც კი სადაც ცხოვრობდი და ეს ყველაფერი გავატარე, ისიც გავყიდე რა, ის სახლიც და ეხლა სხვა სახლში გადავედი, სხვა სახლში შევიდე. ხო, ტანსაცმელიც გადავყარე ძველი და რამოდენიმე წელი პლეილისტსაც არ უსმენდი ძველს. და მეგობრებთანაც ურთიერთობა აი ასეთ დონეზე. გამარჯობა, გაგიმარჯოს. და შენ ეს ინტრავენური მოხმარება არის აი უმძიმესი, საიდანაც დაბრუნება ძალიან უჭირთ ხოლმე რა და როდის თუ შეგიძლია რომ გაგვიზიარო რა არის ის საფეხური, როდესაც აი უბრალო ექსპერიმენტი გადადის დამოკიდებულებაში. თავიდან ხო ესე იწყებენ, მოდი გავსინჯოთ, მოდი ვნახოთ. და მერე უკვე დამოკიდებულებაში, აი რა დროს უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ეს უკვე ექსპერიმენტი არ არის, ეს დამოკიდებულებაა. აი, როდესაც დილით იღვიძებ და პირველი ფიქრი გაქვს ის, რომ ეხა მე როგორ რაღაც სადაც მოვხარშო და გავიკეთო. ისე ეგ უკვე ინდიკატორია იმისი, რომ ჩაძირული ხარ და უკან მოსაბრუნებელი გზა ფაქტობრივად შენს ხელთ აღარ არის. და დახმარება უნდა ითხოვ. მაგრამ აქამდე სანამ მიხვალ ეს რჩევა ეხა რო გითხრათ ძალიან რთული არის რა, ანუ უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც წეღანაც აღვნიშნე და ეხაც განმეორდები, აი მომენტი როცა გაქვს, რომ ვინმე ან გთავაზობს, ან შენ გაქვს უბრალოდ ძალიან დიდი ინტერესი და ეძებ ამ ყველაფერს, აი უბრალოდ შენ თავს კითხვა დაუსვი. სად ხარ ამ ყველაფრისთვის? რომ მე დედამიწაზე ჯოჯოხეთი გაიარო? მოკვდე მენტალურად, ფიზიკურად, დაავადებები აიკიდო, დაკარგო საყვარელი ადამიანები. შენ თავს ხაზი გადაუსვა და აბსოლუტური უარი თქვა. სად ხარ ამ ყველაფრისთვის? შენი აზრით დღეს საქართველოში რა სიტუაცია ამ კუთხით? მე მგონია რომ რაღაცა ეპიდემიის დონემდე არის უკვე აი ესეთი თითქოს მსუბუქი მოხმარება. ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც არაფერს არ მოიხმარს. ის ცოტაც რაღაცას მოიხმარს რა. წეგანაც აღვნიშნე, ეხაც განმეორდები, რომ რაზე ხარ მიჯაჭვული, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნაკლებად დამაზიანებელია შაქარი ორგანიზმისთვის. ან ალკოჰოლი კი, საქართველოში ცხოვრობთ.
მესმის როგორც ღვინო ჩვენ ქვეყანაში ძალიან დაფასებულია და ასეც უნდა იყოს. ეს არ ვიძახი უბრალოდ არასწორი გამოყენების ხერხები გვაქვს რა. დესტრუქციულად ვიყენებთ ამ ყველაფერს რა. ხო და რა მოიტანა ეს ყველაფერი? რატო არის ყველა დამოკიდებული? ცნობიერება არ არის საერთოდ ამ საკითხთან მიმართებაში წამოწეული. ჩვენ ვატარებდით მეც და თამაზიც ახალგაზრდულ ბანაკებში ტრენინგებს ზოგადად დამოკიდებულებებთან მიმართებაში. და ჩემი აზრით ესეთი ტრენინგები უფრო ფართოდ უნდა ჩატარდეს რა და საერთოდ სკოლებში უნდა შევიდეს ამ საკითხთან მიმართებაში ესე ვთქვათ განათლება უნდა წამოიწიოს უფრო ზემოთ რომ ბავშვებმა თავიდანვე ისწავლონ რა არის რისკშემცველი და როგორ შეიძლება თავიდანვე მოახდინოთ ამ ყველაფრის პრევენცია. ჭარბი წონა რავი არ არის დამაზიანებელი ადამიანისთვის ძალიან დამაზიანებელია. ნებისმიერი დესტრუქციული ხერხი რამაც შეიძლება ჩემი ორგანიზმი ასე ვთქვათ დაანგრიოს. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება საჭირო. კი, გეთანხმებით. მაქიდან აღმოჩნდი ზუსტად ეხა სადაც ვარ. ხო და ეხლა როგორია შენი ცხოვრება? მოდი ბოლოს ეს გითხარ. ჩემი ცხოვრება ეხა არის 7 წყნარი თავისუფალი დილით რო ვიღვიძებ მიზეზი არ მჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო. აი როგორც კი ვახელ თვალს, ბედნიერი ვახელ თვალს, როცა რომ წლების მანძილზე საერთოდ თვალის გახელა არ მინდოდა. საერთოდ. რისთვისაც ეხა ესე რომ ვარ ძალიან მადლიერი ვარ უფლის და ჩემი თავის, რომ აქამდე მოვედი. ეს ცხოვრება არაჯანსაღი ცხოვრებაა. თან ძალიან არაჯანსაღი ცხოვრებაა, რაც გამოვიარე და საბოლოოდ რომ დავფიქრდი, რასაც რეაბილიტაციას გავდიოდი, ამ ყველაფერს რაღაცა საპირისპირო, ესე რომ ვთქვათ, გზებით უნდა მეთქი ვებრძოლა, არ მიყვარს ეს ვებრძოლა. რაღაცა ჩემი ნაწილია ისიც და ამასთან ბრძოლა ეხა, მაგრამ უბრალოდ გასაგები რომ გახდეს ესე ვიტყვი, მოდი ვებრძოლა. და ავირჩიე ფიტნესი, ვარჯიში, სწავლა განათლება. თავიდან ცოტა სიმართლე რო გითხრათ, კომპულსიაში მქონდა ეს ვარჯიშიც და ეს რაღაცა სწავლაც რაღაც ბევრი ხო აკვიატებ კი კომპულსიურად ვუდგებოდი ამ საკითხს, ბევრი რაღაც უნდა წამეკითხა, ბევრი უნდა მევარჯიშა, იყო დღეები რომ 4-5 საათი ვიყავი ხოლმე დარბაზში. მაგრამ მე თვეების მანძილზე ესეც რაღაც კი 3-4 თვის მანძილზე ესეც დალაგდა და ეს გზაც გავიარე. ხო. და დღეს შენ ავარჯიშებ? კი, დღეს უკვე ლიცენზიაც მაქვს. ფიტნეს ტაიმში ვავარჯიშებ. ეს სად არის? გლდანში, კი, სადაც ახლა ვცხოვრობ, მანდ არის. ლიცენზიაც მოვიპოვე ინტერნაციონალური ფიტნესის და ბოდიბილდინგ ფედერაციის მიერ, საერთაშორისო აღიარება. ძირითადად როგორი მოსწავლეები გყავს? ყოფილი დამოკიდებული? მართლა? კი. ყოფილი დამოკიდებული მოსწავლეები და სხვათა შორის ძალიან ესე რომ ვთქვათ მიმარტივდება ამ ადამიანებთან მუშაობა. იმ თვალსაზრისით, რომ რეზონირებს ძალიან ის ყველაფერი ჩემთან, რა გზაც მათ გაიარეს, რა ტკივილებიც ჰქონდათ და ასე შემდეგ. ძალიან მაგარია. მაგარი ბიჭი ხარ. ოჩახ. ისე გამოიყურები, ვერასდროს ვიტყვი, რომ ვიტყოდი, რომ შენ დამოკიდებული ხარ, ან ყოფილი უფრო სწორად. და 3-4 წლის შედეგი რო არის ეს. თავარი კიდე წინ გაქვს. რამე ხო არ დაგრჩა კიდე სათქმელი, სანამ დავემშვიდობებით მაყურე. რაღაცა ისეთი მინდა რომ ვთქვა, მაგრამ ამდენი ხანი თუ ვიფიქრე, აზრი აღარ აქვს. რაც მოგდის პირველი თუ გინდა. მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, რომ დამპატიჟეთ და აი მე დიდი მადლობა. აი ესე მომწერა ვიღაც შენმა ნაცნობმა. მადლობა რომ მოგვიყევი შენი ისტორია. მადლობა რომ გაგვიზიარე. დარწმუნებული ვარ ბევრისთვის იქნება мотиваცია. და მე აუცილებლად დაგიტოვებთ მალხაზის ინსტაგრამის გვერდს, მხოლოდ ინსტაგრამი გაქვს, ხო? Facebook-საც დავტოვებ. და ვინმეს თუ გინდათ გლდანში, ამ უბანში, ვარჯიში, მახო დაგეხმარებათ. შენ კონსულტაციებსაც ხوار ატარებ ფსიქოთერაპიულს? კი, ფსიქოთერაპიაში ვსწავლობ, კი.
და ყოფილ დამოკიდებულებებს. თუ ახლაც ვინ არის დამოკიდებული იმათთანაც მუშაობ. კი და ის საერთოდ არ არის დამოკიდებული ეგეთი ხო, კლიენტების ყავს. კი, ეგეთი კლიენტების ყავს. მოკლედ ამ ყველაფერს დაგიტოვებთ ბმულს აღწერის ქვემოთ. თუ თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი ეპიზოდი, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. მადლობა, მახოს, მადლობა ჩემ მაყურებელს და მე ერთი კვირით გემშვიდობებით.